მანდერლების სახლი ჰელს მენდერლი ჩრდილოეთის ყველაზე უცნაური, მდიდარი და პოლიტიკურად გავლენიანი საგვარეულოა. სხვა ჩრდილოური სახლებისგან განსხვავებით, ისინი წარმოშობით სამხრეთიდან, მდინარე მანდერიდან არიან. საუკუნეების წინ, როცა მათ მშობლიური მიწებიდან აძევებდნენ, სტარკებმა ისინი შეიფარეს, ჩრდილოეთში დაასახლეს და თავშესაფარი მისცეს. მას შემდეგ მანდერლები ვინტერფელის უერთგულესი მოკავშირეები გახდნენ. მათი ციხესიმაგრეა ახალი ციხე, ნიუკასტლ, თეთრ ნავსადგურში, White Harbor, ჩრდილოეთის ერთადერთ დიდ საპორტო ქალაქში. მათი გერბი წლის კაცია, Mermaid, ზღვის ფერფონზე. ვინაიდან სამხრეთური ფესვები აქვთ, მანდერლები ერთადერთი დიდი ჩრდილოური სახლია, რომელიც ძველი ღმერთების ნაცვლად 7 ღმერთს წემს თაყვანს და მათ მიწებზე რაინდობის ტრადიციაც არსებობს. ქალაქის მართვან და საზღვაო ვაჭრობამ ისინი წარმოუდგენლად გაამდიდრა. მათი მეთაური ლორდი უაიმენ მანდერლი იმდენად მსუქანია, რომ ცხენზეც კი ვერ ჯდება, რის გამოც მტრები მას ლორდ ლამპარს ეძახიან და სუსტ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. თუმცა წიგნებში ეს სიმსუქნე და მოჩვენებითი მორჩილება გენიალური ნიღაბია. ხუთი მეფის ომის დროს უაიმენის უფროსი ვაჟი, ვენდელი, წითელ ქორწილში მოკლეს, ხოლო მეორე ვაჟი, უილისი, ლანისტერებმა ჩაიგდეს ტყვედ. შვილის დასაბრუნებლად უაიმენი იძულებული გახდა ბოლტონებსა და ფრეებს დამორჩილებოდა, მაგრამ წიგნში ცეკვა დრაკონებთან ის საოცარ ფარულ შეთქმულებას აწყობს. როდესაც ვინტერფელში სამი ფრეი, რომლებმაც მისი შვილი მოკლეს, სტუმრად ჩადის, უაიმენი მათ ფარულად კლავს, მათ ხორცს უზარმაზარ ვაზელებში აცხობს და ბოლტონებისა და ფრეების ქორწილში თავადვე მიირთმევს, რითაც უძველეს ტრადიციას, სტუმართმოყვარეობის კანონს. ფორმალურად არ არღვევს, მაგრამ მტრებს სასტიკად უსწორდება. უაიმენ მანდერლის ნამდვილი გეგმა მაშინ იხსნება, როცა ის ფარულად ხვდება დავოს სიორცს. ის ეუბნება დავოს, რომ ჩრდილოეთი არასოდეს დაემორჩილება ბოლტონებს, რადგან ჩრდილოეთს ახსოვს The North remembers. უაიმენი დავოს თხოვს კუნძულს კაგოსიდან ჩუმად ჩამოიყვანოს გადარჩენილი რიკონ სტარკი, რათა მანდერლებმა ის ჩრდილოეთის უზენაეს მმართველად დასვან. მანდერლების სახლი არის იმის სიმბოლო, რომ ერთგულება და მადლიერება საუკუნეებს უძლებს და ჩრდილოეთის ნამდვილი ძალა არა მხოლოდ იარაღში, არამედ მოთმინებასა და ფარულ სტრატეგიაშია.